რამდენიმე დღიანი უამინდობის შემდეგ საქართველოში აღარ თოვს, თუმცა რეგიონებში პრობლემები ამ დრომდე რჩება. გამოიდარა გურიაშიც, მაგრამ რამდენიმე სოფელი ამ დრომდე მოწყვეტილია გარესამყაროს. პრობლემები რჩება დენისა და გაზის მიწოდების კუთხითაც, თუმცა ამ მიმართულებით პროგრესია. დაზიანებული უბნები ნაწილობრივ აღდგენილია. გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. აჭარაში ვითარება შედარებით სტაბილურია. გზების დიდი ნაწილი გაწმენდილია, თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები მაინც რჩება. რაც შეეხება იმერეთის რეგიონს, ტითიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, თუმცა კვლავ ვერ ხერხდება დაკავშირება ათეულობით სოფელთან. არის ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც. მწვავე შეფასებების თემაა ქართული ოცნების მიერ პარლამენტში უკვე დარეგისტრირებული მედიასთან დაკავშირებული ორი საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვასაც საკანონმდებლო ორგანო უახლოეს მომავალში დაიწყებს. მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით პირდაპირ ეთერში შემოსული ზარები უნდა იქნეს შერჩეული სამართლიანობის პრინციპის დაცვით. დაუშვებელი იქნება მხოლოდ ერთი შეხედულების გამოხატვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ ზარებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება. აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ტელერადიო ობიექტივი. ობიექტივი, რომელიც მთავარი ინტერაქტიული ტელერადიო მაუწყებელია საქართველოში, მიუღებლად მიიჩნევს პირდაპირ ეთერში შემავალი ზარების გაცხრილვას. ჩვენი ეთერი გამოირჩევა აზრთა მრავალფეროვნებით, მაგრამ არსებობს ეროვნული მნიშვნელობის საკითხები, როდესაც საზოგადოება ერთსულოვანია. შეუძლებელია ზოგიერთი ზარის ავტორს დავავალდებულად პოზიციის შეცვლა, თუნდაც საერთო ბალანსის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული კანონპროექტი არღვევს აზრის და გამოხატვის თავისუფლებას, წერია ობიექტივის Facebook გვერდზე. რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი უკვე 93 დღეა მიმდინარეობს. აქციები ქვეყანაში მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. მოთხოვნები უცვლელია ხელახალი არჩევნების ჩატარება და აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლება. გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო, როგორც ევროპული გზიდან გადახვევის შედეგი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე საქართველოს სხვა უწყებებთან ამ ეტაპზე თანამშრომლობას აჩერებს. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამავდროულად სამინისტრო ღიაა დიალოგის განახლებისთვის იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს სარწმუნო და ხელშესახებ ნაბიჯებს შიდა დეესკალაციის, აკადემიური თავისუფლების აღდგენისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ. რა თანხებს ხარჯავდა ევროკავშირი საქართველოში სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად. ამ თემაზე დღეს პაվել ჰერჩინსკი მედიის კითხვებს უპასუხა. მინდა გითხრათ, რომ ყოველწლიურად ჩვენ ხარჯავდით 85-100 მილიონ ევროს სხვადასხვა პროექტების დაფინანსებაში. დიდი ნაწილი გადაეცემოდა პირდაპირ საქართველოს მთავრობას. დაახლოებით 50% მიდიოდა სახელმწიფოს ბიუჯეტში, დიდი ნაწილი ეძლეოდა აღმასრულებელ პარტნიორებს, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროსთან მუშაობდნენ. მხოლოდ პატარა ნაწილი ეძლეოდა სამოქალაქო საზოგადოებას და მედია წარმომადგენლებს. ჩვენ საქართველოს მთავრობის რეაქციებით და ქმედებების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ შეგვეწყვიტა საქართველოს მთავრობის დაფინანსება და ეს თანხა გადანაწილდება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაში. ბევრი სხვადასხვა პროექტია, განაცხადა პაվել ჰერჩინსკიმ. ამასთან, როგორც პაվել ჰერჩინსკიმ აღნიშნა, მუდმივი დისკუსია მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოში იმ პირებისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ჰერჩინსკის თქმით, ამჟამად ერთსულოვნება მიღწეული არ არის. ელჩის განცხადებით, ევროკავშირს საქართველოს ურთიერთობები დაბალ ნიშნულზეა. უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონშია და დონალდ ტრამპთან შესახვედრად ემზადება. დიდი ალბათობით ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას სწორად დღეს მოაწერს ხელს. უკრაინის პრეზიდენტი ცდილობს, რომ ხელშეკრულებაში კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები ჩაემატოს, თუმცა დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეს ევროპის პასუხისმგებლობაა. მექსიკას, კანადასა და ჩინეთს 4 მარტიდან ამერიკული სავაჭრო ტარიფები დაუწესდება. განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, კანადიდან და მექსიკიდან შესული საქონელი 25%-იან ტარიფებს დაექვემდებარება. ჩინეთს კი დამატებით 10%-იანი ტარიფები დაუწესდება. ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა ჯასტინ ტრუდო და აღნიშნა, კანადა ვაშინგტონს დაუყოვნებლივ და ხისტად უპასუხებს. ტრუდომ აღნიშნა, რომ კანადას მეზობელ ქვეყანასთან სავაჭრო ომის გამართვა არ სურს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეფასებით ტრამპის განცხადებები რუსული ნარატივის გამეორებაა. კაია კალასი ამერიკის პრეზიდენტის იმ განცხადებაზე საუბრობს, რომელშიც ტრამპი ამბობს, რომ უკრაინაში ომი ნატოში გაერთიანების ამბიციების გამო დაიწყო. ჩემი კითხვაა, რატომ უნდა მივცეთ რუსეთს ის, რაც სურს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან უკვე გააკეთა. წარმოიდგინეთ, აქ ამერიკაში 11 სექტემბრის შემდეგ ბინ ლადენთან რომ დამსხდარიყავით და გეთქვათ, კარგი, კიდევ რა გინდა, ამბობს კაია კალასი. გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებული კონსერვატიული ბლოკი მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება. სააგენტო როიტერსის ცნობით, ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკი საცდელ მოლაპარაკებას დღეს სოციალურ-დემოკრატიულ პარტიასთან დაიწყებს. გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ სურს მთავრობა 20 აპრილს შექმნას. სამაჩაბლოს ომში გია მოსეშვილის გმირულად გარდაცვალებიდან 34 წელი გავიდა. ის დაიბადა 1967 წლის 12 იანვარს. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კულტურის ძეგლებისა და მუზეუმების დაცვის პოლიციაში. 1991 წლის 22 თებერვალს პოლიციის 25 კაციან ჯგუფთან ერთად გაგზავნილი იქნა ზნაურის რაიონში. 1991 წლის 23 თებერვლის ღამეს ოსმა სეპარატისტებმა განსაკუთრებით მძლავრი შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს სოფელ ავნებზე და პოლიციის საგუშაგოზე. ბრძოლის დროს გია მოსეშვილი დაიჭრა, მაგრამ ბრძოლა მაინც გააგრძელა. ის წინა რიგებში იბრძოდა. სწორედ ამ დროს ოსების მიერ ნასროლმა ჭურმა ისხვერპლა პატრიოტი ახალგაზრდის სიცოცხლე. გარდაცვალების შემდეგ გია მოსეშვილი დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. არსებობს მისი სახელობის სკოლა, ქუჩა, სკვერი და გარდამავალი თასი.